ვაგრძელებთ ვიზიტს რეგიონებში. დღეს ვიმყოფებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანი არის რეგიონებში ვიზიტი, შეხვედრა პირისპირ ფერმერებთან, მოსმენა იმ საჭიროებების, რომელიც უდგათ მათ, რადგან ეს საჭიროებები იყოს გადათარგმნილი იმ პროგრამებში, რომელიცაც ჩვენი სამინისტრო სხვა სამინისტროში არსებული სხვადასხვა უწყებები გასცემს. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ღირებულებათა ჯაჭვი სრულად იყოს აწყობილი და ზუსტად ამაზე ვმუშაობთ, ამ მოდიფიცირებაზე პროგრამების და ზუსტად ამას ემსახურება ეს ვიზიტებიც, რომ ფერმერებისგან მიღებული ინფორმაციის შედეგად უკუგება იყოს შესაბამისი, იყოს ეს პროგრამები მაქსიმალურად მორგებული ფერმერებზე, ფარავდეს ყველა იმ ღირებულებათა ჯაჭვს, რომელიც პირველი წარმოებიდან საბოლოო პროდუქტამდე არსებობს და შესაბამისად იყოს მაქსიმალურად მხარდაჭერილი ჩვენი ფერმერები, რადგან მათი სიძლიერე არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი და შესაბამისად აუცილებელი არის, რომ ის გამოწვევი, რომელიც არსებობს დღეს, მაქსიმალურად პასუხობდეს როგორც ჩვენი პროგრამები, ასევე მაქსიმალურად ვიცოდეთ და ფლობდეთ ინფორმაციას, თუ რა საჭიროებები აქვს დღეს ფერმერებს, რომ ერთობლიობაში და სინქრონში ეს ყველაფერი იყოს გადალახული. ვიზიტის ფარგლებში შესაბამისად ხვდებით ჩვენ რეგიონული სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს, ადგილზე ვეცრობთ სამუშაო გარემოს, სამუშაო პირობებს. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ის საკმაოდ ამბიციური გეგმები, რომელიც აქვს ჩვენ სახელმწიფოს, რომელიც აქვს ჩვენ მთავრობას, რომ განხორციელდეს, შესხორციელდება ადგილზე არსებული თანამშრომლებით, ამიტომ მათი სამუშაო გარემო და პირობები არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რადგან ის ენთუზიაზმი, რომელიც ისედაც აქვს ჩვენს თანამშრომლებს, იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი და მხარდაჭერილი მათი ყოველდღიური საკითხები და პრობლემები. ჩვენ ერთობლივად მოვინახულეთ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა ქვედანაყოფები. გავეცანით შევხვდით ადგილობრივ ფერმერებს, გავეცანით მათ წარმოებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან იყოს კონტაქტი ადგილობრივ ფერმერებთან და უფრო ოპერატიულად განხორციელდეს მათთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა საჭიროებებში. აღნიშნული ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისათვის, ვინაიდან სტიმულია ადგილობრივი ფერმერებისათვის და ადგილობრივი ბიზნესისათვის. დღეს სამუშაო ვიზიტით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ემყოფება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი დავით სონგულაშვილი. რა თქმა უნდა, მისი ვიზიტი ზოგადად რეგიონებში და დღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ეს ნიშნავს მხარდაჭერის და ყურადღების გამახვილებას რეგიონებზე, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის. მქონდა შეხვედრები ჩვენ სამინისტროს ფარგლებში არსებულ სხვადასხვა ორგანიზაციებში, სადაც მინისტრს ჰქონდა გასაუბრება თანამშრომლებთან არსებულ საჭიროებების შესახებ და რა თქმა უნდა სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ. ასევე ჰქონდა შეხვედრები ჩვენ მეწარმეებთან, სადაც იყო განხილვა თუ რამდენად მუშამდგომარეობაში არის არსებული მხარდაჭერა, რაც სამინისტროს ფარგლებში არის აგროსესხების შეღავათიანი აგროსესხების სახით, რაც რა თქმა უნდა ხელს უწყობს ახალი სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას, ასევე არსებული სამეწარმეო საქმიანობის მეტ პროდუქტიულობას, რაც ყველაზე მეტად ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის რეგიონისთვის, ეს არის მეტი ადგილობრივის დასაქმება და რა თქმა უნდა მეტი პროდუქტიულობა იწვევს რეგიონში მეტ კეთილდღეობას. დღეს ბორჯომხარაგაულის ეროვნულ პარკში სტუმრად იმყოფებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. გაეცნო ბორჯომხარაგაულის ეროვნულ პარკში რეინჯერების მუშაობის პროცესს და პირობებს. მინისტრს გავაცანით ეროვნულ პარკში არსებული აღჭურვილობა, რითიც რეინჯერები ყოველდღიურად პატრულირებენ ტერიტორიაზე და ახდენენ მონიტორინგს ბიომრავალფეროვნების. ასევე მინისტრი გაეცნო ჩვენს ეროვნულ პარკში არსებულ ტექნიკას, რითიც ხდება გადაადგილება დაცულ ტერიტორიაზე და ყოველდღიური პატრულირება და მონიტორინგი. დიდ მადლობას ვუხდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩვენი გვერდში დგომისათვის და ყოველდღურად გვერდში გვიდგანან იმ პროცესში, რასაც რეინჯერები ახორციელებენ ეროვნულ პარკის ტერიტორიას. ეს კომპანია შევქმნით 2015 წლის დასაწყისში. იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში არ არსებობდა მაშინ მეფრინველობის ფერმა და აქედან გახდა საინტერესო ჩვენთვის ამ წარმოების გაკეთება. დაახლოებით პარტნიორების მხრიდან მოხდა რაღაცა ნაწილობრივ თანხის ჩადება ბიზნესში და შემდეგ მოხდა იაფი აგროკრედიტის სესხის ფარგლებში სადღაც 9 მილიონ რამდე აღება და იმით განავითარეთ
ეს ჩვენი წარმოება რაზედაც ნამდვილად ხელი შეგვიწყო და დიდ მადლობასაც ვხდით სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს და საერთო სახელმწიფოს. ძირითადად ჩვენი კომპანია მუშაობს ცხლისა და სამკურნალო მცენარეების გადამუშავებაზე და ვამუშავებთ დაახლოებით 35 სახეობის პროდუქციას. პროდუქციის 99% გადის საექსპორტო ბაზარზე და ძირითადი ბაზარი არის ევროკავშირის ქვეყნები და ასევე თურქეთი. მივიღეთ მონაწილეობა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში. კომპანიაში მოეწყო მზის პანელებისაგან დამონტაჟებული ელექტროსადგური, რის საფუძველზე დღეს მდგომარეობით კომპანია 100% განახლებად ენერგიის წყაროზე მუშაობს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი მოიცავს 6 მუნიციპალიტეტს. სურსათმცემლო სააგენტო აქტიურად მუშაობს 6-ვე მუნიციპალიტეტში. მოგიხსენებათ, სამცხე-ჯავახეთი ტურისტულად განვითარებული რეგიონია, სადაც ყოველდღიურად ჩართულია სურსათმცემლო სააგენტო და ხდება სურსათის უვნებლობის ჯაჭვი ჩართული ყველა ბიზნეს ოპერატორის ყოველდღიურ რეჟიმში კონტროლი. ასევე რეგიონში განვითარებულია მეცხოველეობა, სურსათის ეროვნულ სააგენტო ახორციელებს სისტემატიურად ცხოველების უფასო ვაქცინაციას, ასევე იდენტიფიკაცია რეგისტრაციას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის ოფისში სარემონტო სამუშაოებს გაეცნო და თანამშრომლებს შეხვდა. სამუშაო პირობების გაუმჯობესება გაზდის თანამშრომლებთან მუშაობის ხარისხს. შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთში მთავარი გამოწვევების, უკანონო ტყის სარგებლობისა და ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლა და ზოგადად გარემოს დაცვითი კონტროლი უფრო ეფექტიანი გახდება. 2013 წლიდან სარგებლობთ ამ დაბალ პროცენტად აგროს ესხით და მაგის მეშვეობით, ამ სესხების მეშვეობით შევძელი და განვითარდი გავზარდე საწარმო, 60 კვადრატი იყო ჩვენი საწარმო, როცა დავიწყეთ და როცა დავიწყეთ ამ კრედიტების აღება, დახმარება სახელმწიფოსგან და ეხლა ავაშენეთ ახალი ქარხანა, რომელიც არის თქვა 2000 კვადრატული მეტრა და ძალიან მაგის გარეშე, ვთქვათ, ასეთი აგროკრედიტის გარეშე ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებდით ჩვენი თანხებით, რომ ამხელა ქარხანა აგვეშენები და ასე წასულიყავ წინ. დღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი. მსგავსი ღონისძიება და მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული საწყო სააგენტოს თანამშრომლებისთვის ესეთი უშუალო კომუნიკაცია. ამ შეხვედრის დროს ვისაუბრეთ სიახლეებზე, რაც ინერგება ეროვნულ საწყო სააგენტოში და ამ სისტემის მიმართულებაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის თითოეული თანამშრომლის მოტივაციას და ამაღლებს მჟენდ პასუხისმგებლობას.